ბოლოს და ბოლოს, შენთვისაც ავიღე ხალიჩა. მადლობა. ჰეშტეგი სპორტსმენი. ბლოგერი. მან რას აკეთებ? არაფერს. ფოტოს გადამიღებ? მოდი. აბა მაჩვენე? ყველაფერი ცუდია, ისევ გადამიღე. იქნებ დავიწყოთ უკვე ვარჯიში. რა აზრი აქვს ვარჯიშს თუ ვერავინ გაიგო ამის შესახებ? მოდი კიდევ ერთხელ გადამიღე. კუიზია. რა გინდა? ხალხათმანებს მათხოვებ? ვერ ხედავ, ვარჯიშობ. ერთი წუთი გთხოვ? კარგი, სწრაფად თორემ დაკავებული ვარ. ალისა, ისე გადამიღე თითქოს მოკრივე ვარ. ასე ვინ ბოქსაობს, რცხვილია. საკმარისია, უკვე 100 ფოტო გადაგიღე. ამეცი აბა. მაჩვენე ფოტოები. ბოლოს და ბოლოს. საკმარისია, შეგვიძლია ვივარჯიშოთ. ძალიან დავიღალე, შეგვიძლია უჩემოთ ივარჯიშო, მაგი ფოტოები უნდა დავდო. გუშინ აღმოვაჩინე მუცლისთვის ყველაზე ეფექტური ვარჯიში. აბა მასწავლე. გუზა სხვაგან ვერ ივარჯიშებ? ხო, ხელს გვიშლი. თქვენ უბრალოდ გშურთ, რომ ესეთი ნავარჯიშები ვარ. თავმომწონე. ნეტა გქონდეს რამე შესაშური. ლეონა, კიდევ მაჩვენე რამე ვარჯიში. რა უნდა გაჩვენო? ყველაფერი მარტივია. ესე? სწორად ვაკეთებ? კუზია ფრთხილად. ოი, მაპატიეთ. უბრალოდ ყურადღებას ვაქცევ ჩემს მოძრაობებს. უკეთესად უნდა მიაქციო. მოდი, ჯობია აღარ ველაპარაკოთ. მართალია სანამ გცემა. ჯანდაბა, კუზა. ლეონა, მოდი დავიწყოთ, გაიმეორე. ლეონა, ესე არა, კარგად მოიხარე. არ შემიძლია. მოუქნელი. ოი. საკმარისია. საერთოდ ვარჯიშობ? არა. რაიმე ფიზიკური აქტივობა? რამეს აკეთებ? წვეულებებზე დავდივარ. ეხლავე უნდა გამოვასწოროთ ეს ყველაფერი. გამომართვი? არ შემიძლია. არ მეგონა რომ საქმე ესე ცუდად იყო. იქნებ ჩემი არ არის ეს სპორტი. რა, ეხლა თუ არ დაკავდები სპორტით, შემდეგ ცუდად იქნები და სახელმწიფოც ვერ გავხვალ. მაშინ რამდენიმე მარტივი ვარჯიში დამჭირდება. მოდი გახურებით დავიწყოთ, გაიმეორე. ჩემი წელი. რატომ ხარ ბებერი ბებოსავით? მოდი რამე მარტივი გავაკეთოთ. მოდი მცირედ დავიწყოთ. სუბუქად დაარტყი. მიდი. მიდი, ლეონა. ხოლოდ ეს არის შენი დარტყმა? იცი რა? სპორტი, ეს ჩემთვის არ არის. დღეს არ ვარჯიშობ? ზუსტადაც. მაშინ ტელეფონი დამიჭირე. შენახვის საფასური $10. შემნახველი. რა? სულ გაგიჟდი? და რა იფიქრე, ტელეფონს უფასოდ შეგინახავდი? $10 ძვირია, არ გადავიხდი. როგორც გინდა. ვიღაც ტელეფონს მოგპარავს და ახლის ყიდვა მოგიწევს, მაგრამ ახალი $10 ნამდვილად არ ღირს. კარგი ხო. კარგი, ვხუმრობ, რა იყო? ყურადღება მიაქცია, შენ ხარ პასუხისმგებელი ჩემს ტელეფონზე. დამშვიდი, მას არაფერი მოუვა. დღეს ისვენებ? ხო, ჩემს ტელეფონს ჩაგაბარე. კარგი, შეხედე რამდენი ტელეფონი მაქვს. ოჰო, მაგარია. ეხლა ლომბარდში წავალ და ჩავაბარებ, შემდეგ იმდე რამეს ვიყიდი. უბრალოდ შეეცადე. ხუმრობ, რა გჭირდა, არავის გესმით დღეს ხუმრობები. ასაკეთებ. ბუქნებს ვერ ხედავ? ეს არის ბუქნები, აბა ისევ გააკეთე. გასაგებია, ფეხი კიდევ უფრო შორს უნდა დადო. გაგიჟდი, არ შემეხო. მაგრამ თუ არასწორად აკეთებ, უნდა გასწავლო. ასწავლებელი. ან ჭირდება შენი სწავლება? მიყურე როგორ უნდა გააკეთო ბუქნები. ფეხი უნდა იყოს იატაკის პარალელურად. მივხვდი, ეხლა კი შემეშვი.
ხომ გაჩვენე როგორც უნდა გააკეთო, კიდევ უნდა გასწავლო? კიდევ თუ მომიახლოდები და გამტრევ. გასაგებია და შენ რას აკეთებ? იოგა. იოგა? ის უსარგებლოა. იოგას კუნთები ტონუსში მოყავს. ამ სისულელებს თუ გააკეთებ, არაფერს აზრი არ ექნება. აბა რა გავაკეთო? გინდა ჩემნაირი იყო? მოდი გასწავლი. ხელები აწიე და ანტენები ესე დაიჭირე. და რისთვის? კვავები რომ ძლიერი გქონდეს. მაგრამ ეს არ მჭირდება. მე უკეთ ვიცი რა გჭირდება. იცი, მგონი იოგა მირჩევნია. კაც გინდა ეს იოგა. კოსმოდი, უბრალოდ დროს კარგავ. მე მომწონს იოგა. მიდი ცოტა განტელებითაც ივარჯიშე. გამოგადგება. შემეშვი. შენ ამას ინანებ, მალე ჭრთნელი გავხდები და ერთ ვარჯიშზე $1000 გადამიხდით. შენ კი დახზე იგბენ. ზად ხარ? კი, უბრალოდ ძლიერად არ დამარტყა. შენ კი არა, ხელთათმანებს დავარტყა. ყოველი შემთხვევისთვის მაინც ფრთხილად იყავი. გაგიზდი, მგონი ცხვირი გამიტეხე. დაუცველი. მაპატიე გთხოვობა მაჩვენე. ჰეი, ფრთხილად იყავი. მე ვერაფერს გამჩნევ. ცხვირი გამიტეხე, სისხლი მომდის. მაპატიე, ჯობია კუზიას ვთხოვო ჩემთან ერთად ივარჯიშოს. მე კი წავალ პირველადი დახმარების პუნქტში. სასწრაფო დახმარება მესაჭიროება. კუზა, დაიჭირე. ალისა, როგორ ხარ? ექიმა რა გითხრა? მან მითხრა, რომ ცუდი არაფერია. მაგრამ გძნობ, რომ ცხვირი მაქვს გატეხილი. ექიმა უკეთ იცის რა გჭირს. ალისა, დაიჭირე. ჩემი მოკლა გინდათ? თავზე ხელს რატო იკიდებ? როგორც ჩანს, ტვინი შერყევა მაქვს. ბურთი ხელზე მოხვდა და არა თავზე. მე უკეთ ვიცი, სად მოხვდა ბურთი. თავში მომარტყით. ძლიერად არ გვისურვია, ასე რომ არა უშავს. ყველაფერი ტრიალებს, თავბრუნე ხვევა. კარგი, კუზია, შენ ითამაშე, მე კი ალისას გავყვები სამედიცინო დახმარების პუნქტში. სად არის ლეონა? ვარჯიშის 10 წუთი უკვე გავიდა. ალბათ მალე მოვა, იქნებ რამე მოხდა. გაკვეთილის მხოლოდ 10 წუთი გავიდა ჯერ. შევიდე ფიზკულტურის გაკვეთილზე და ცოტა კიდევ დაველოდო. კარგი, წავალ. გამოჩნდა. სად იყავი? შენს გარეშე დავიწყეთ ვარჯიში. ტანსაცმელს ვიცვლიდი. ძარმაცი. კარგი, შეწყვეტა წუწული. 20 წრე დაარტყი. მე ზიზღება სირბილი. ლეონა, რატომ ჩამორჩი? თასმა გამეხსნა. საკმარისი, ახლა კი გავხურდეთ. გაშალეთ ფეხები მხრების სიგანეზე, ხელები წელზე, წინ გადაიხარეთ, შემდეგ უკან, მარჯვნივ, მარცხნივ. 1, 2, გავაგრძელოთ. 1, 2, 3, 4. 1, 2, 3, 4. ლეონა, სად წახვედი? წყალი მინდა, ელი გამიშრა. ცოტას დავლევ. 1, 2, 3, 4. საკმარისი, ახლა დარტყმებით ვივარჯიშოთ. ლეონა, ხელთათმანი გაიკეთე. აიღე. ჩქარა, გაკვეთილი მალე დასრულდება. ტელეფონი მირეკავს. არაფერი ისმის. უბრალოდ ვიბრაციაზეა. უთხარი, რომ მოგვიანებით დაგირეკო, რომ გაკვეთილზე ხარ. დედა ჩემი რეკავს, რაღაც გადაუდებელი ჩანს. როგორ მომობეზრა თავი. ალისა, ხელთათმანი ჩაიცვი. შენ რა მუცლის პრესს ავარჯიშებ? ის კარგად მუშაობს, უკვე კუბიკები მექნება მალე. არანაირი კუბიკები არ გექნება. და რატომ? იმიტომ რომ საკმარის პროტეინს არ სვამ. რა? პროტეინები. ეს რა არის? პროტეინი ანუ ცილა ხელს სწობს კუნთის ზრდას. დიეტოლოგი. მართლა, ამაზე არასდროს მსმენია. მე ყოველთვის სვამ და ნახე როგორი კუნთები მაქვს. პროტეინის გარეშე შემიძლია პრესის ვარჯიში. შეგიძლია, მაგრამ პროტეინთან ერთად სწრაფად მიიღებ შედეგს. იქნებ საზიანოა. საერთოდ არ არის საზიანო, პირიქით სასარგებლოა, სცადე. რა საშინელებაა? აბა შენ რა, კოკა-კოლა გეგონა? მე ამას არ დავლევ. გამახსენდა, რომ სხვადასხვა არომატის პროტეინებიც არსებობს. კუზია, შემეშვი შენი საშინელებებით. ხედავ, წონის დაკლება გინდა. რამოდენიმე კილო დავიკელი. ასე წონას ვერ დაიკლებ. რატომ? დავინახე შესვენებაზე ფუნთუშას რომ ჭამდით, მიანად შეჭამე. ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა.
იმისათვის რომ წონაში დაიკლას სწორი კვების რეჟიმი უნდა დაიცვა. როგორი რეჟიმი აბა მომიყევი? იცი რა, თუ რეკომენდაციის მიღება გინდა, მაშინ $20 გადამიხადე და 3 დღეში დაიკლებ ამ დიეტით. კარგი შევდახდით. აი, შეხედე. გაგიჟდი, ამათ ვერ შევჭამ. Ძლიანად ერთბაშად არ უნდა შეჭამო, უბრალოდ მუდმივად შიმშილის გზნობა უნდა გქონდეს. კარგი, შენ ისეთი ჭკვიანი ხარ. მე გავალ, შენ კი შეჭამე. იცი კუიზა, საერთოდ არ გამიჭირდა შეჭმა. გაგიჟდი, ეს იყო საუზმე სადილი და ვახშამი. შენი დიეტა სისურელია, ფული დამიბრუნე. სამაგიეროდ ესეთი კვებით ნამდვილად დაიკლებ. მომეცი ფული, მე თვითონ ვხედავ ჩემ თავს. შეხედე, კუიზამ ბურთი საკენწლოც არ იცის. მე კი ვფიქრობ, რომ კარგად გამოსდის. კარგი რა, მე ასჯერ უკეთესად გამომდის. კუიზა უკვე დიდი ხანია ფეხბურთს თამაშობს. მე კი გავიგე, რომ ის გამოაგდეს. მართლა? კი, მართალია, ის ყველაზე ცუდი იყო ჯგუფში. ჭორიკანა. და ეს შენ საიდან იცი? არ მახსოვს, ვიღაცამ მითხრა, მაგრამ ეს გადამოწმებული ინფორმაცია. მის მაისურს შეხედე. რა სჭირს მის მაისურს? ჩაკის დადიოდა ესეთი მაისურით, როგორც ჩას ჩაკს მოპარა. და ახლა თავად ჩაიცვა. რა კარგია, რომ შენთან ვლაპარაკობ, შენ ყველაფერი იცი ყველაზე. გამარჯობა ტრენერო, დღეს ვიქნები მატჩზე. ახალი ფორმა ძალიან კარგია. მადლობა. ფუფ, ისე დავიღალე. რამ დაგღალა, ალისას შეხედე როგორ ვარჯიშობ. ის აგრძელებს ვარჯიშს. რა თქმა უნდა გააგრძელებ, შეხედე მას. რას გულისხმობ? გასუქებულია, რა თქმა უნდა ივარჯიშებს, დაკლება უნდა. და შეჭირდება დასუსტება. გონი შეყვარებული გამოუჩნდა. შეყვარებული, კარგი რა. აჰა. და ვინ არის ის? შენ მას არ იცნობ, სხვათა შორის მან შენზე თქვა, რომ ცუდად თამაშობ ბურთს. რა, ახლავე ვაჩვენებ მას. არ გინდა იყავი მასზე ჭკვიანი. მართალია, მადლობა ლეონა. ეს განტელები საერთოდ არ არის მძიმე. აქ სხვა განტელები არ დაგინახავთ? არა, მხოლოდ ეს იყო. ამ ხელა სპორტ დარბაზი გვაქვს და არაფერია სავარჯიშო. ძალოსანი. ეს სპორტ დარბაზია და არა ძალოსნობა. ისიც არ გამომადგება, ძალიან ჩატეა. კარგი რა, კუიზა გეყოფა. გოგოებო, თქვენს სახელმძღვანელოებს მომცემთ? რისთვის? დაინახავთ. მადლობა. რასაკეთებ? ამისგან მინდა შტანგა გავაკეთო. შუაში გავხურეთ და შემდეგ ძელზე ჩამოვკიდეთ. სულ გაგიჟდი, წიგნები გაბუჭდება. რაში მეტარდებ თქვენი წიგნები, კუნთები უნდა დავიყენო. თავარია ძალა და თქვენი წიგნები არაფერია. შენ ფსიხი ხარ, დავიბრუნე წიგნი. ჩემი საწყალი წიგნი. არ მინდა ბიბლიოთეკაში დამაჯარი მონ. სხვა რამე მოძებნი შტანგისთვის. ხალიჩა რატომ წამოიღე, აქ ისედაც ბევრია. რას ამბობ, მაგაზე როგორ უნდა ვივარჯიშო? მე სულ ამით ვარჯიშობ და არაფერი მემართება. იმედი მაქვს ვარჯიშის შემდეგ კარგად იბან. ეს უკვე მეტის მეტია. ეხლა კი განტელებით ვივარჯიშოთ. განტელების გარეშე არ გამოვა. ხელის ვარჯიშები უნდა გავაკეთოთ. არ მინდა ამ განტელებს შევეხო. ეს ინძბინზურია? ხო, რა თქმა უნდა. ვიღაცა ტანით ვარჯიშობ და მე კი ხელით შევეხო? მასწავლე ერთ დაინახავს რომ არ ვარჯიშობ. გაგიბრაზდება. ამ განტელებს ხელში არ ავიღებ. ფუ. აირჩი ან განტელები ან ორიანი. კარგი. იმედია ეს უშველის. ლეონა გეყოფა რა. მგონი ოფლიანობა მეწყება. სწორედ ამიტომაც ვარჯიშობთ. არა, ჯობია დავისვენო. რატომ დაჯექი, ადექი? ნუ მეხები შენი ოფლიანი ხელებით. საშინელება. მიდი, ჯობია ივარჯიშო. ოი, კარგი. მიდი, მარცხენა დარტყმაზე ივარჯიშე. ამ ხელთათმანებს არასდროს ჩავიცამ. გამუდმებით რატომ წუწუნებ? ამ ხელთათმანით მთელი კლასები ვარჯიშობს. ანუ მთელი კლასის მიკრობები ამ ხელთათმანზეა. რას იგონებ, აქ მიკრობები არ არის. როგორ არა, ჯერ ცხვირში ურტყამთ, შემდეგ კი ხელთათმანებს იცამთ. ნუ ბოდავ. შენ თვითონ ბოდავ. კარგი მართლა, გოგოებს არ ვცემ.
მორჩა გაკვეთილი დასრულდა. პირველი მე ვიღებ შხაპს. მთელი შესვენება შხაპში იქნება. ჩვენ ვერ მოვასწრებთ ბანაობას. ისევ არ გარეცხა კუზემ თავისი ფორმა. ფუ, რაღაც აქ ცუდი სუნი დგას. საინტერესოა რატომ? წასაცმის გარეცხვა დაგავიწყდა? რატომ დავიბანო? ოფლი არ გამომსვლია, ამიტომ წელს არ გამირეცხავ. სუნიანი. გასაგებია. კარგი, მოდი ვივარჯიშოთ. აბა ჭიდაობაში ვინ შემეჯიბრებით? არა, მადლობა. კარგი რა, გოგოებო, მოდით. დღეს ხელი ვიტკინე, ძალიან მტკივა. ინანებ, ლეონა, შემდეგ გაკვეთილი რა გვაქვს? კუზია, აბა მითხარი, რომელ გველის პასტას იყენებ? საერთოდ არ ვიყენებ და არ თქვენ არ გირჩევთ. რატომ? ის უამრავ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს და არ არის სასარგებლო. კარგი ხო, კარგი. და ეს შენ რა გიჭირავს? დეოდორანტი, რათა არ გავოფლიანდე. როგორც ჩანს, დიდად არ გეხმარება. იქნებ შენც გამოიყენო. არ გინდა? მე სული საერთოდ არ მაქვს, შენი დეოდორანტი კი ყარს. ბავშვებო, რა ტიპის მასწავლებლები არიან თქვენ სკოლაში? დაგვიწერეთ კომენტარებში. ასევე მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. კუზია, წადი იბანავე. ყველას გემშვიდობებით.